მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. სტუდია ნომერი 8 კვლავ პირდაპირ ეთერშია და დღეს თქვენთვის სტუდიაში ვიმუშავებთ ბატონი დავით არხანმოურავი და მე თქვენი მონამორჩილი ირმა ცხორაგაული. მოგესალმებით ბატონ დავით, მადლობა მოგზაურობისთვის. ბატონ დავით, მსურს დავიწყო იმ ინფორმაციებით, რომლებიც ფაქტიურად მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. და პირველი ინფორმაცია და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ამერიკის შეერთებული შტატების ტრამპისა და ილონ მასკის ინტერვიუ, რომელშიდაც ტრამპი აღნიშნავს, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-ია და ამისათვის აუცილებელია ახალი არჩევნები და მიანიშნა ახალ არჩევნებზე უკრაინაში. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ტრამპმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ურთიერთობები დარეგულირდეს რუსეთთან და ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთთან შეხვედრაც იყო, თუმცა ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, ომი მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა მაინც მოხდა რუსეთთან და არა უკრაინასთან. მე მესმის, რომ ორი დაპირისპირებული მხარის ერთად შეხვედრა პირველივე შეხვედრაზე შეუძლებელი იყო, თუმცა ამერიკა ხვდება რუსეთს. როგორ ფიქრობთ, პრიორიტეტია ამერიკისთვის რუსეთი მეტად ვიდრე უკრაინა და კვლავ დაუბრუნდები ისევ ზელენსკის თემას, რატომ გააკეთა ეს განცხადება? იმიტომ რომ რუსეთი ითხოვს უკრაინაში ახალ არჩევნებს და შემდგომ უკვე მოლაპარაკებებს. მოგესალმებით. მე შევეცდები, რომ რაღაცა პუნქტებად ჩამოვაყალიბო მთელი პრობლემატიკა, რაც უკრაინას ეხება. და მათ შორის ვიტყვი ისეთ პუნქტებს, რომელიც შეიძლება იცის ვიღაცამ, ან ვიღაცამ არ იცის და გონია, რომ აქტუალური არ არის, მაგრამ არის აქტუალური. პუნქტი პირველი. როგორია რუსეთის ხედვა და როგორია უკრაინის ხედვა. რუსები თვლიან, რომ ყველა ის ოლქი, ყირიმი იქნება ეს, თუ ეს იქნება ლუგანსკი, თუ ეს იქნება დონეცკი, იქნება ეს, თუ სხვა ოლქები, ზაპოროჟიეს ოლქი და ოდესაც კი რუსები თვლიან, რომ ეს ტერიტორიები ოდითგანვე ყოველთვის იყო მათი და არასოდეს არ იყო უკრაინული და სინამდვილეში ეს ახლა მოგწონს ჩვენ თუ არ მოგწონს, პრორუსებს დაგვიძახებენ თუ არა, ეს სიმართლეა. ეს ქალაქები ააშენეს რუსებმა და იქ სულ რუსები ცხოვრობენ, იქ დღესაც სულ რუსული მოსახლეობაა. მეტი უნდა ვთქვათ, რუსები საერთოდ თვლიან, რომ პირველი სახელმწიფო რუსული იყო კიევი და ასე რქვა კიდევაც კიევის რუსეთი, კიევსკაია რუსი. დაახლოებით 300-400 წლის წინ გაყოფა მოხდა. ეხლა როგორც ქართველები ვთქვათ, მეგრელები ერთი ხალხი ვართ, მაგრამ გაყოფა მოხდა 10,000 წლის წინ, ამათ შორის სადღაც 400 წლის წინ მოხდა გაყოფა ენობრივი. ვინც რუსული კარგად იცის, აი თქვენ კარგად იცით, უკრაინული ესმის ყველას, ხო? აბსოლუტურად, ეხლა კითხულობთ უკვე თავისუფლად კითხულობთ უკრაინულ ლიტერატურას, უსმენთ ტელევიზიას, ყველაფერი გვესმის. ეს ერთი ერი იყო, 300-400 წლის წინ ენის გაყოფა დაიწყო და ფაქტიურად ძალიან ახლო დიალექტებია ერთმანეთის, ასე რომ რუსებს სულ სხვა ხედვა აქვს ამ საკითხის განსხვავებით უკრაინისგან. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეროვნება ეს არის ფსიქოლოგიის საკითხი. დღეს უკრაინელები ჩამოყალიბდნენ ფსიქოლოგიად, რომ არიან სხვა ერი, არ არიან რუსები. მორჩა, გაიყო ეს ერები ერთმანეთისგან. მესამე არის ის, რომ საბჭოთა პერიოდში ლენინის პოლიტიკის შედეგად, შემდეგ ხრუშჩოვის პოლიტიკის შედეგად ჩამოყალიბდა უკრაინა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და საერთოდ თვითონ სახელიც კი უკრაინა, რუსული სიტყვა აკრაინა, ესე იგი გარეუბანი, აქედან მომდინარეობს ესეც სიმართლეა. მაგრამ ის ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო და მის ფარგლებში აღმოჩნდნენ ისეთი ტერიტორიები, რომელთა დათმობას რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს. ეხლა ყველაფერი ეს რაც ვილაპარაკე, რატომაა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორედ ამის საფუძველზე არის დაწყებული ეს საომარი კონფლიქტი. რუსული მხარე ამას აყენებს საფუძვლად. მე იმას კი არ ვამბობ მართალია თუ მტყვანია. მე ვამბობ საფუძვლად რას ასახელებენ. აი ამას ასახელებენ. უკრაინელები ამბობენ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენ სახელმწიფოს და ესეც სიმართლეა. უკრაინელები ამბობენ, რომ რუსეთს არა მარტო ეს ტერიტორიები უნდა, მათ კიევიც უნდათ და არ არის ტყუილი ესეც სიმართლეა, უნდათ რა თქმა უნდა. და ამიტომ ჩვენ ვიცავთ ჩვენ სახელმწიფოებრებას. შემდეგი პუნქტი არის ის, რომ ეს ომი
არც დაიწყებოდა ალბათ, რაც სიმართლე უნდა ვაღიაროთ და საერთოდ არ მოხდებოდა, რომ არა ის რომ უკრაინის უკან, უკრაინული ხელისუფლების უკან და მათ შორის კონკრეტულად პრეზიდენტის ზელენსკის უკან აღმოჩნდნენ დასავლეთში ისეთი ძალები, რადიკალური ძალები, რომლებსაც აი ქორებს უძახიან და ომი სურთ და რომლებსაც ეგონათ რომ იგივე რაც ხდებოდა სხვა შორის საქართველოში 2008 წელს, როდესაც იყო სულ ლაპარაკი, რომ რუსეთს ყავს ჟანგიანი ტანკები, რომ რუსეთს ყავს არმია, რომელსაც საერთოდ ფაქტიურად დაშლილია ეს არმია და რუსეთს არაფერი არ შეუძლია და აი სწრაფად ჩვენ მას გავანადგურებთ. და პირველად ეს ყველაფერი მოხდა აგვისტოში, როდესაც პროვოკაცია რაც თვითონ მერე დაადასტურა თავისი პირით ნაციონალურმა მოძრაობამ და სააკაშვილმა დაიწყეს და დამთავრდა ტრაგიკულად და მათვე ჩააბარეს ეს ტერიტორიები, გაყიდეს, ეს ეთყობა აი ამ დასავლეთის ქორებს არ დაკმაყოფილდნენ ამით და დაიწყო პროცესები უკრაინაში. და აღმოჩნდა, რომ მთელი ეს თეორიები ტყუილია. რა თქმა უნდა, რუსულ არმიაში კი არა, ყველა მსოფლიოს არმიაში, არმია რომელიც არ ომობს, იქ რეალურად არასოდეს არ არის ყველაფერი საათივით აწყობილი. და რუსულ არმიაშიც გამოჩნდა, მაგრამ ომის პროცესში ხდება ამის ორგანიზება და ყველაფრის აწყობა ნელ-ნელა. რა დავინახეთ ჩვენ საბოლოო ჯამში? შემდეგი პუნქტი. ჩვენ დავინახეთ, რომ მილიონი უკრაინელი მოკვდა. მილიონი უკრაინელი დაიღუპა. ეს არ არის ჩემი ნათქვამი ციფრები, ამას თვითონ ამერიკის კონგრესმენები, მათ შორის პრეზიდენტ კენედის ძმისშვილი, ღვიძლი ძმისშვილი, სენატორი კენედი, რომელიც ეხლა დიდ თანამდებობას დაიკავებს ტრამპს, თუ დაიკავა უკვე ტრამპის ადმინისტრაციაში, ის ამბობდა თვითონ ეგრეთ 9 წლის წინ 540,000-ია მოკლული ასახელებდა. 1 წლის წინ. მილიონი კაცი გარდაიცვალა. ფაქტობრივად ვერსად ვერაფერს ვერ იმარჯვებს უკრაინა და სუტყუილში ცხოვრობდით წელიწად ნახევარი, რომ აი უკრაინა მოიგებს ომს და ჩვენ დავინახეთ ქართული პოლიტიკის ტრაგედიაც, რომ ესენი კი არ აზროვნებენ. ესენი უბრალოდ ბრმად იმეორებენ რაღაც დავალებებს. დაავალეს ამათ, რომ უნდა ილაპარაკონ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და დაწყებული ცხადია სააკაშვილები და მთავარი არხით დაწყებული და აგერ დამთავრებული იმედის არხიც კი გვიმტკიცებდა, რომ უკრაინა მოიგებს, რაც სრული ბოდვაა. როგორ შეიძლება ეხა 145 მილიონიან ერს ომი მოუგოს, დღეს უკვე 42 მილიონი იყვნენ, დღეს 30 მილიონი არიან, 10 მილიონი ნახევარი რუსეთში წავიდა, ნახევარი დასავლეთში. 10 მილიონიანმა ერმა და რომელსაც კიდე შეიარაღებით 10,000 ჯერ ჩამორჩება. ნუ ეს ხო სრული სისულელეა. ეხლა შეწყდა ეს ლაპარაკები, ახალი ეტაპია, დიდი ხანი რატომ თუ ყველგან მარცხი აქვს უკრაინას. ერთადერთი რაც უკრაინამ შეძლო, რომ კურსკის ოლქში აიღო გაზის გამანაწილებელი პუნქტი, რომელსაც რუსეთი ვერ ბომბავს, იმიტომ რომ თვითონაა დაინტერესებული ამ გაზის ტრანზიტით და აი ეს ამბავია. დანარჩენი ეხლა ყველგან საშინელი მარცხია, 25%-ზე მეტი ტერიტორიების დაკარგულია, მაგრამ ტერიტორია კი არა მილიონი კაცია თქო, მოკლედ ეს ტრაგედია, უზარმაზარი ტრაგედია ტრიალებს და ვინ ნახა ამით სარგებელი? არავინ. ამავდროულად რა ხდება? ამერიკა დიდი ხანია მიხვდა, რომ ეს გეგმა, მისი გეგმა და მისი ვინც უჩხიკინებდა ამ გეგმას, ეს ქორები, სხვადასხვა ომის პარტიები აღმოჩნდა და ტრამპი ამას ნათლად ხედავს, რომ ეს იყო ავანტიურა დიდი. აქ იყო ფული ბევრი ნაშოვნი, იმიტომ რომ ფულ რომელსაც უკრაინას ფულს აძლევდნენ და ძირითადი ფულის მიმცემი დამფინანსეს სწორედ ამერიკა. ეს ფული იწყდებოდა, 320 მილიარდია საუბარი. ტყდებოდა, იყოფოდა კორუფციის დიდი წყარო, იარაღს აძლევდნენ უკრაინას, მათ შორის იმ იარაღს, რომელიც აღარ ჭირდებოდათ იმის ნაცვლად ახალი შეკვეთები. ანუ აქ ხელი მოითბეს იმათმა, ვინც იარაღს აწარმოებდნენ. ძველი იარაღისგან განთავისუფლდა ევროპაც და ამერიკაც, რომელიც არ ჭირდებოდა და რას ვამბობ, იცი? ძველი იარაღის ჩამოწერა და მოსპობა ბევრად უფრო ძვირიჯდება. აქაც ფულადი მოგება მოხდა, ვიდრე რომ უკრაინას მისცეს და ბრძოლის ველზე ეს იარაღი დაინგრა და რო დაინგრა, მე იმას ბრძოლის ველიდან ხო უნდა კიდე წაღება. მაგრამ ეს არავის არ ადარდებს, რუსების ხელში რაც აღმოჩნდა, რუსები წაიღებენ, ანუ ის ევროპული და ამერიკული ორგანიზაციები, ვინც ფლობდნენ ამ იარაღს, ისინი აღარ კარგავენ ფულს ამის უტილიზაციაზე, ანუ ამის განადგურებაზე. და ამისგან განთავისუფლდნენ, პლუს ახალი შეკვეთები მიიღეს ახალ იარაღზე, რომ ძველი ხო უნდა ჩანაცვლდეს. პლუს ფული გაიყვეს, აქ ყველა მიხეირა, მაგრამ ამავდროულად გამოჩნდა, რომ ომის მოგების არანაირი უნარი არა აქვთ ამათ, თვითონ დასავლეთს არა აქვს. და ეხლა გაიყო პოზიციები, რატომ ამერიკა და არა ევროპა?
ამერიკას იმიტომ უნდა ომის შეწყვეტა, რომ ტრამპი რეალისტია, ეს კაცი ხედავს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას და ხედავს, რომ უზარმაზარი ფულის ხარჯვა და კორუფცია ხდება არაფერში და შედეგის ეხლავე ჩანს, რომ ეს ვერ მოიტანს. პირიქით, ამერიკა დღეს ხვდება მკაფიოდ, რომ კიევსაც დაკარგავს, თუ რამეს არ გააკეთებენ. ევროპა, რომელიც სინამდვილეში ვითომ მონაწილეა ამ ომის, მაგრამ სინამდვილეში ფული სულ ამერიკული მიდის, იარაღი ძირითადად ამერიკულია. ევროპა რაღაცისგან განთავისუფლდა და ეხლა რაც დარჩა, ის თვითონ ჭირდება, იმის მიცემაც არ უნდა და ამერიკამ კი ბატონო იომოს. ევროპა რას აკეთებს ეხლა, იცი? კიევი ეხლა ლობირებს ზელენსკი ევროპაში, რომ მოდი თქვენი იარაღი და ევროპა თავს იკავებს, თავისი იარაღის მიცემა არ უნდა, არც თავის ფულის დახარჯვა არ უნდა და აი ამერიკელებს ცდილობს უბიძგოს და ამერიკელები იძახიან, რომ ჩვენ ყველაფერი გავაცნობიერეთ. ყოველ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია. მე იმას, რასაც ბაიდენი აკეთებდა, აღარ გავაკეთებ. მე იმ იარაღს აღარ მივცემ, იმიტომ რომ აღარ მინდა ზედმეტი ფულის ხარჯა, არც ეს კორუფცია მინდა ფულადი გაყოფა. შეწყვეტა უნდა ომის, პლუს იმიტომაც, რომ ამერიკა ხედავს, რომ კიევის დაკარგვის საშუალებაც არის და ახლა კიევი ამერიკული არ არის, მაგრამ იქ შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც უნდა ეხა ტრამპის ადმინისტრაციას რა უნდა, აქ მარტივია, რომ როგორმე ომი გააჩეროს, იმ ხაზზე რა ხაზეც არის, ეს მაინც ვერ მოხდება, რომ მოლაპარაკებები სანამ დაიწყება და დრო გავა, კიდე ბევრ ტერიტორიას დაკარგავს უკრაინა და სინამდვილეში გაწელავს რუსეთი ამ მოლაპარაკებებს, მაგრამ ტრამპს უნდა რომ სადმე გაჩერდეს, ისე რომ კიევი მაინც შეინარჩუნოს. ჯარს იქ ვერ შეიყვანს, გასაგებია რომ ნატოში ვერავინ ვერსად ვერ შევა, მაგრამ გავლენები დარჩება და ის დარჩენილი უკრაინის ნაწილი გახდება ამერიკული გავლენის, როგორც საქართველოს არის ამერიკული გავლენის ქვეყანა. ეს ხდება ეხლა. ეს არ მოწონს ზელენსკის, იმიტომ რომ ზელენსკის არჩევნებმა მოუწია და უარი თქვა არჩევნებზე, ომიაო და საომარი პირობებიაო და ამიტომ და ამას უნდა რომ არადიული დიდი ხანი შეინარჩუნოს პრეზიდენტობით და ესმის რომ მეორედ აღარავინ არ აირჩევს მაგთაკი მასხარას პრეზიდენტად და დაღუპა ეს ქვეყანა. მაგრამ დიდი ფული იშოვა და ეხლა ზელენსკი წეგუთხრა ტრამპმა რომ შენ უნდა ბატონ დავით, ეხლა მე ვერ ვხვდები და ვერ წარმომიდგენია რანაირად შეიძლება მოხდეს ეს შეთანხმება იგივე ამერიკა, რუსეთს და უკრაინას შორის, როდესაც რუსეთი საუბრობს, რუსეთის არ აწყობს, რომ ის გარანტიები, უსაფრთხოების გარანტიები, რასაც ითხოვს ზელენსკი, რუსეთს არ აწყობს ეს უკრაინისთვის, რატომ? იმიტომ რომ აი სწორედ საუბარია ჯარის სამშვიდობო ჯარის ჩაყენებაზე უკრაინაში. თუმცა ამერიკამ თქვა, რომ მეო არ მივიღებ ამაში მონაწილეობას, კი ბატონო. ჩაყენებინებენ. იმიტომ. ამის გამოცხულია როგორ ჩაყენებინებს რუსეთი. მოკლედ პუნქტებად კიდე ახლა რაც თქვა და მაგ ჯერ მაგ კითხვას უპასუხებ. ძალიან მარტივად ჯელობს ტრამპი. თუ ამერიკა შეუწყვეტავს დახმარებას უკრაინას, ევროპა ვერაფერს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ევროპა არც თავის იარაღს მისცემს, ტანკიც აქვს და ყველაფერი ევროპას თვითონ ჭირდება. არც ფულის გაღება უნდა და რუსეთი უბრალოდ დამარცხდება 3 დღეში. რუსეთი კი არა მაპატიეთ, უკრაინა დამარცხდება 3 დღეში. და აიღებენ კიევს და ზელენსკის აწევა. ზელენსკი უბრალოდ გაიქცევა. რა შეუძლია უკრაინას? ამიტომ უკრაინა იძულებული იქნება ტრამპის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაგრამ ტრამპსაც ის კი არ უნდა რომ მთლიანად გასცეს, რაც დაკარგა. ტრამპის ამოცანა არის მინიმუმი დაკარგოს, კიდე რომ კიევი მაინც შეინარჩუნოს. და ზელენსკის ის პირდაპირ უხსნის, რომ შენ საერთოდ არავინ არ ახარ და მართლა არავინ არ არის. თანხებსაც თხოვს საწავიდამდე იმ კი, ეუბნება რომ შენ საერთოდ ხელახლა უნდა აგირჩი არჩევნები დანიშნე, იმიტომ რომ შენ უკანონოდ ხარ ახლა პრეზიდენტი. აი ამას ეუბნება. არაფერს არ წარმოადგენ და ყველაფერზე მოაწერ ხელს, რასაც მე მოვითხოვ. თუ არა და უბრალოდ ხვალ რუსეთის არმია შემოვა კიევში და შენ დაგიჭირა. აი ეს არის მთელი ლაპარაკი. რუსეთიც ხო ამბობს, რომ მე არ დავიწყებ არალეგიტიმური პრეზიდენტია და სანამ ლეგიტიმური პრეზიდენტი არ იქნება, მე მოლაპარაკებსაც არ დავიწყებ. აქ არის ჩიხი, ყველასთვის ნათელია, რომ ვერანაირი მოგება უკვე უკრაინა ვერსად ვერაფერს ვერ მოიგებს. მოკლედ, ყველაფერი რაც თქვით, შეგვიძლია რამდენიმე პუნქტში ჩამოვაყალიბოთ. პირველი პუნქტი. თავიდანვე სიცრუე იყო, რომ უკრაინა რაიმე ომს მოუგებს რუსეთს. და ეს იყო ცრუ პროპაგანდა. მეორე პუნქტი. საერთოდ ეს ომი არ უნდა დაეწყო. უკრაინა გასაგებია, რომ რუსეთი აწვებოდა უკრაინას, მაგრამ შეკავება შეიძლებოდა ნეიტრალიტეტის გამოცხადება, ნატოში არ შევალ, ყველა ამ პირობას დიპლომატიურად უნდა დათანხმებულიყო უკრაინა, ომი არ დაიწყებოდა. ის ტერიტორიები კი დარჩებოდა, იქ არც რუსეთი უფრო აკონტროლებდა, უკრაინა ვერ აკონტროლებდა, მაგრამ იქ ომი არ მიმდინარეობდა და ფორმალურად მაინც უკრაინის ძალაუფლება გამოცხადებული იყო. მესამე პუნქტი, ეს შეცდომა დაუშვა, იგივე რაც ჩვენ აფხაზეთში და ეხლა იქ
ვერაფერს ვერ აკონტროლებს, ეს შეცდომა დაიწყო, იმიტომ რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც იყვნენ პოლიტიკოსები და სამხედროები, რომლებსაც ომი უნდოდათ და უკრაინა აი ამათ მოთხოვნებს დასთანხმდა და დათანხმდა იმიტომ რომ ზელენსკის უნდოდა სინამდვილეში სულ სხვა რამეები, ძალაუფლების შენარჩუნება, ფული შოვნა, რაც მოახერხა. შემდეგი სრულად ნათელი გახდა დღეს რომ ყველა მიმართულებით რუსეთი ყველაფერს იგებს და ეს ნორმალურიც არის 155 მილიონიანი ერია 30 დღეს 31 მილიონი კაცი ცხოვრობს უკრაინაში, აღარ ცხოვრობს 42 და 1000 ჯერ მეტი შეიარაღება აქვს. რა თქმა უნდა იგებს და ეხლა ტრამპი ხვდება რომ რეალურად ამ ომის ფულსაც და იარაღსაც ძირითადად ამერიკა ხარჯავს, ევროპას არაფერი არ უნდა, კი ვითომ ხარს უჭერს და აკეზებს, მაგრამ თვითონ ევროპამ მხოლოდ ძველი იარაღი მოიშორა და მორჩა. და ტრამპი ხვდება რომ აქ ომსაც აგებს. დიდი კორუფცია არაში მონაწილეობა მას თვითონ არ უნდა და იმასაც ხვდება რომ თუ ეხლა არ შეჩერდა კიევსაც დაკარგავენ და ტრამპს პრაგმატული პოლიტიკა აქვს რომ მოდი ეხლა სადაც შეიძლება იქ შევაჩეროთ ომი რომ კიევში მაინც გავლენა შევინარჩუნოთ და კიევი მაინც იყოს ამერიკული. აი ამისთვის იბრძვის ის და შემდეგი პუნქტი რომ ეს მოლაპარაკებები სინამდვილეში დიდხანს საკმაოდ გასტანს და რუსეთიც გაწელავს, იმიტომ რაც მეტი მიდის, მით მეტ ტერიტორიებს კიდე რუსები წაიღებენ. აი ეს არის დღევანდელი პოლიტიკა. ამერიკული მიდგომა პრაგმატულია, უნდა გაჩერდეს წინააღმდეგ შემთხვევაში კიევსაც დავკარგავთ და ისინი პირდაპირ ეუბნებიან ზელენსკის რომ შენ არ ხარ არავინ, ლეგიტიმური პრეზიდენტიც არ ახარ, იმიტომ რომ არჩევნები უნდა დანიშნულიყო და არ დანიშნე ომის საბაბით, საერთოდ არავინ არ ახარ, 4% გიჭერს მხოლოდ მოსახლეობის მხარს და თუ არ დათანხმდები, მაშინ კიევსაც აიღებენ რუსები და ვერავინ ვერაფერს ვერ მოიგებს. აი ეს არის პუნქტებად რაც ხდება. ერთ კითხვასაც დაგისვათ ბატონ დავით. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ თუ კი შეთანხმებას მიაღწევენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაშინ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, არამედ ევროპის მხრიდანაც და ამავდროულად ის ევროპის აღშფოთება, ასე ვთქვათ, რომ ამერიკამ თქვა, რომ ჯერჯერობით ევროპა არ ჩაერთვება ამ მოლაპარაკებებში, ამ ჩართულობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საჭირო მომენტში ევროპა ჩაერთვება და არავინ განზი არ იქნება, მაგრამ დღესდღეობით ევროპის ჩართულობას საჭიროებას ვერ ხედავენ. როგორ ფიქრობთ, ბატონ დავით, ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ევროპას სულ სხვა დამოკიდებულება აქვს, სულ სხვა განცხადებებს აკეთებს, რაღაცა აგერ დანიის პრემიერ-მინისტრმა კვლავ ბრძანა, რომ ელისეის სასახლეში ბატონმა მაკრონმა სასწრაფო შეხვედრა გააკეთა ამ ევროპის მაღალჩინოსნების და აი სწორედ იქ საუბარი იყო იმაზე, რომ კვლავ უნდა გააგრძელონ უკრაინის დახმარება. ყველანაირად როგორც შეუძლიათ, თუმცა ამისთვის აუცილებელი ამერიკის ჩართულობას, ამასაც ხაზს უსვამენ, რომ ჩვენ ამას ვერ შეძლებთ. აი როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება თქვა შემდგომ უკვე ამერიკა-ევროპის ურთიერთობები განვითარდეს? დაათმობინებს ამერიკა-ევროპას ამ პოზიციებს? არავითარი სინამდვილეში პოზიციები არ არის, აქ მარტივი რამეა. უკრაინა ეხლა ცდილობს ევროპის მეშვეობით ლობირება მოახდინოს თავის ინტერესების ამერიკაში, მაგრამ ეს ინტერესები არის რო უკრაინის ინტერესები, ეს არის კონკრეტულად ზელენსკის ინტერესი და მის ხელისუფლების. ევროპას არ უნდა სახე დაკარგოს და რაღაცა მაინც შეინარჩუნოს იქ და ევროპა ხვდება რომ გაყოფის და მშვიდობის შემდეგ კი ბატონო კიევს ამერიკა შეინარჩუნებს, მაგრამ არა ევროპა, ევროპის გავლენა იქ არ იქნება. ამიტომ ის ცდილობს რომ თვითონაც რუსული გამოთქვა არის კუსოკ პირაგა ურვაც, ესე იგი რაღაცა ტორტის რაღაც ნაჭერი მათაც უნდათ რომ შეხვდეს როგორმე და თლიან დამოკიდებული არიან ტრამპის მერე აქედან. ესა ევროპული ინტერესი. რომ იქ რაღაცაში მაინც დარჩენ მონაწილენი, მაგრამ ტრამპს არაპირებს რომ რამე დაუთმოს. რაც შეეხება სანქციებს, სანქციების თემა ეხლა სასაცილოა, იმიტომ ჩვენ დავინახეთ რომ ყველანაირი სანქციები დაწესდა, ეხლა ალუმინი დარჩა და კიდე ახალ სანქციებს ამატებენ ალუმინზე და რა. არაფერი ამ სანქციების მერე არ ხდება, ყველა ეს პროდუქტი შუამავალი კომპანიების მეშვეობით ისევ ხდება ყველგან, იმიტომ რომ ჭირდება რეალურად ევროპასაც და ფასი იმატებს მარტო. შუამავალი კომპანიები ჩდებიან, რომლებიც ამაზე ფულს შოულობენ, ეს არის მორიგი დიდი კორუფციის სქემა. ამ სანქციების მიღებაში ყოველთვის მონაწილეობს ლობი შუამავალი კომპანიებისა, რომლებსაც აწყობთ ეს სანქციები, იმიტომ რომ შემდეგ შუამავალი კომპანიების მეშვეობით იგივე ბენზინი იქნება თუ დიზელი თუ გაზი თუ ალუმინი თუ რაღაცა ყველაფერი კვლავ ხდება უფრო წამატებული ფასებით და ეს მორიგი კორუფციის მორიგი სქემა, მეტი არაფერი არ არის.
არაფერი არ დაზარალდა რუსეთი, პირიქით მისი შემოსავლები გაიზარდა. შიდა წარმოება გაზარდა. რა თქმა უნდა, სოფლიო ეკონომიკის რვიანში შედის რუსეთი თამამად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე შედის. რა თქმა უნდა, ამას ლაპარაკი რომ შედის. და უფრო მუდმივად ფეხზე დგება, აღარ ვლაპარაკობ შეიარაღების კუთხით, საერთოდ პირველ ადგილზეა. აი პირველ ადგილზეა რეალურად. ბატონ დავით, ამ შეხვედრის შემდგომ რუსეთმა არაერთი განცხადება გააკეთა და მათ შორის მინდა მარია ზახაროვას განცხადებას გამოვეხმოვრო, რომელმაც ბრძანა, რომ ერთ-ერთი სხვა მოთხოვნთან შორის კიდევ ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა რუსეთის, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ასე ვთქვათ, მიღებული დაპირება ნატოს მხრიდან, რომ ნატოში გაწევრიანდება საქართველო და უკრაინა, ეს შეჩერდეს. კი არ შეჩერდეს, გაუქმდეს. საერთოდ გაუქმდეს, ბოდიშს ვიხდი, საერთოდ გაუქმდეს. აი როგორ ფიქრობთ, ახლა აქ ჩვენი პოზიციაც იკვეთება უკვე და ჩვენი მომავალიც იკვეთება, ნათელია უკვე რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის ის რასაც მე თქვენ ჩვენი გუნდი ლაპარაკობდა 10 წლის წინ ნათელია უკვე რომ ეს პოლიტიკა იწყებს ნეიტრალიტეტი იქნება ამ ქვეყნებისთვის ყველასთვის ამომავალი წერტილი ნათელია რომ სოფლიომ დიდი ომების მერე რუსეთსა და დასავლეთ შორის აი ამ დიდი უზარმაზარი ომების შემდეგ ჩამოყალიბდება მარტივი რამ რომ ეს ქვეყნები იყვნენ ნეიტრალური ანუ საქართველოს დარჩება ამერიკის გავლენის ქვეშ მაგრამ იქნება როგორც ავსტრია ნეიტრალური უკრაინაც ერთი ნაწილს თვლიანად რუსეთი წაიღებს და მეორე რაღაცა ნაწილი დარჩება ამერიკის გავლენის ქვეშ, არ ვიცი ჯერ რა ნაწილი, შეიძლება კიევი დარჩეს, შეიძლება არც დარჩეს, გააჩნია როგორ წარება ესმის ტრამპს რომ შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ ეს ნაწილის გახდება ნეიტრალური და ასეთი იქნება ყველა გარშემო ქვეყანა. აქ იქნება ამიტომაც ეხლა ჩვენი ვითომ ოპოზიცია როა ეს პარტია რომლებსაც პოლიტიკა საერთოდ არ ესმის ადრე რუსეთის აგენტები ხართო ნეიტრალიტეტზე რომ ლაპარაკობენ ეხლა თვითონ ლაპარაკობენ რომ ნეიტრალიტეტი კაია რამდენი ბატონ დავით და რამდენი აქცია რამდენი ნაბიჯი ეხლა თვითონ ლაპარაკობენ კარგია ნეიტრალიტეტი აგერ ახლა საერთოდ რუსების აგენტები თურმე იმიტომ ყოფილვართ რომ ვიძახთით რომ არ გვინდა ომი რუსეთთან ჩვენ ომს ვერ მოუგებ და სიფთხილე პირიქით ტკბილი სიტყვით ველაპარაკოთ და ახლა იგივე ტექსტი თქვა ტრამპმა თქვა რომ რუსეთს ტკბილი სიტყვით აი ზუსტად სიტყვით მე რასაც ვამბობდი სულ რომ რუსეთთან ტკბილი სიტყვით უნდა ვილაპარაკოთ წერილს ოფიციალურ წერილებს წერდით ტკბილი სიტყვით და როგორ გვეჭხუბებოდნენ იმ წერილების გამო ეხლა ტრამპი გამოვიდა თქვა ასეთ სახელმწიფოსთან უნდა ტკბილი სიტყვით რომ ეს ისეთი ომი არ მოხდეს და ეხლა უცებ გაირკვა რომ აი ამ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს ჯერ მანამდე არჩევნებზე გაირკვა რომ ღვინის გატანაც უნდათ და თურმე ყველანაირი ეკონომიკა ეხლა თქვეს რომ მეგობრები ცხოლიათ რუსეთში მეგობრები კი არა კაცო აგენტურა არიან თვითონ მეგობრები კი არა გენერალი ნაჩალნიკები ყავთ რუსეთში საქართველოში წარგზავნილი აგენტები ბატონ დავით კეთილი მე უნდა დაგტოვოთ დიდი მადლობა მოწვევისთვის და ვფიქრობ რომ მადლობა თქვენ დროებით გამშვიდობებით ჩვენ გავაგრძელებთ თქვენის ნებართვით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას, მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენო, რომ ეკრანზე ამონათდება ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში და დამისვათ შეკითხვები და ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში. მე რა თქმა უნდა, მინდა კვლავ გავაგრძელო ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, სწორედ თემა, რომელიც შეეხება ზოგადად სოფლიოში მშვიდობას და ამ გეოპოლიტიკურ გადანაწილებას. ეხლა ჩვენ მე და ბატონი დავითი საუბრობდით სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ მართლა ძალიან ბევრი წელია, მე ვიცი ჩვენი მხარდამჭერები და არა მხოლოდ ჩვენ გვისმენდნენ და იციან, რომ ჩვენ საუბრობდით, რომ ქვეყნის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი გამოსავალი საქართველოზე ეხლა აქ საუბარი იყო აუცილებლად ნეიტრალიტეტი და ასე ვთქვათ ნეიტრალური ქვეყნის ჩამოყალიბება, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და ძალიან ბევრი დრო დაკარგა ქართულმა ოცნებამ, რომ ამ მიმართულებით არ წავიდა. თუმცა დღეს ხედავთ, რომ ეს არის აუცილებელი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ ამ მიმართულებით თუ გადაიდგმება ნაბიჯები, ნამდვილად დიდი წარმატება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ აი ამ სანქციებს, რაზედაც ჩვენ საუბრობდით, რომ ევროპამაც და ამერიკამაც თუ კი თქვათ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ამერიკა რუსეთს შორის შეთანხმება მოხდება და შეწყდება ეს
ცეცხლი, მაშინ ეს სანქციებიც გაუქმდება რუსეთთან მიმართებით, თუმცა ვფიქრობ, რომ ევროპა კვლავ სხვა მიმართულებით მიდის და აგერ მე-16 პაკეტს იღებს სანქციების რუსეთთან მიმართებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სანქციებით უფრო მეტად, მე კი არ ვფიქრობ, ეს უკვე ფაქტია, უფრო მეტად დაზარალდა თვითონ ევროპა, ვიდრე ვთქვათ უკრაინა, ბოდიშს გიხდით, ვიდრე ვთქვათ თვითონ რუსეთი, იმიტომ რომ გავიხსენოთ ჩვენ ბატონი პუტინის განცხადებები, რომელიც საუბრობდა, რომ სწორედაც ამ სანქციებმა უფრო გაგვაძლიერა, ფეხზე დაგვაყენა ჩვენი ეკონომიკა წინ წავიდა, რატომ? იმიტომ რომ ისინი იძულებულები იყვნენ, რომ შიდა წარმოების პროდუქტზე ეზრუნათ და ამიტომ რუსეთი ძალიან წინ წავიდა ამ მიმართვით. ბოდიშს გიხდით, ზარია, გისმენთ? მოგესალმებით. საღამოშვიდობის ქალბატონო ირმა. მოგესალმებით. მე ყოველთვის ვცდილობ, როცა საკონტაქტო მომენტი გამოჩნდება, ვცდილობ როგორმე თქვენ ამ არაჩვეულებრივ ტელევიზიაში და გადაცემაში მოხვდეთ. თქვენ იქნებით თუ სხვა ოღონდაც, რომ ჩემი სათქმელი და გულისწყობილი საზოგადოებამდე მივიდონ და იმათმა შეაფასონ, მე რამდენადაც გული მტკბა. თუმცა თქვენი სფერო არის პოლიტიკა, მაგრამ ჩემი პედაგოგიკა და განათლების სფეროა და რა ვიცი, ეს ორივე მტკივნეული საკითხია და რა თქმა უნდა, ორივე გამის ბრძანეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობთ. გისმენთ? დიახ, ქალბატონო ირმა. მაქვს უფლება რომ ვილაპარაკო, მაგრამ ორ მომენტში ალაპარაკი ძალიან შესაძლებელი. ჯერ მაშინ, როცა არაფერი გაქვს სათქმელი და როცა ბევრი გაქვს სათქმელი. და მე ვეცდები, რომ რაც შეიძლება მოკლედ ჩავეტი და ბევრი ზრუ არ დაგახარჯოთ და დახარჯო და საერთოდ მოკლედ ვთქვა. პირველი ეტაპი, როცა უკვე ჩემში ჩამოყალიბდა აზრი იმისა, რომ თუ ბატონო არის სკოლებში საგნები ისწავლება სხვადასხვა მეცნიერების თვალსაზრისით, მაგრამ თუ დამესახმებით ქალბატონო ირმა ცხოვრების მეცნიერების დონეზე ესეთი საგანი ვერ ამაღლდება. მაშ ვინ უნდა იზრუნოს იმ ზნეობრივ სესუფთავეზე, რასაც მუდამ თანსდეს ზნეობრივი საყრდენების რყება. თუ არა რაღაც ახალმა, რომელიც მისცემს ჩვენს მომავალ ახალგაზრდობას იმის საფუძველს, რომ სკოლაში, რა თქმა უნდა, ინტელექტუალურ დასთან ერთად ასაგურის დასთან მიიღონ განათლება, მაგრამ ამავე დროს ცხოვრების შედეგი გამოსწრება, რაც შემდეგ გამოადგებათ რამე თუ სკოლის დამთავრებისთანავე და ან სკოლის დამთავრების შემდეგ იქნება ოჯახები და რას აძლევს სკოლა ამ თვალსაზრისით. ამ ბევრი ფიქრის შედეგად ქალბატონებმა გვეზრდებათ ეს ამ თემაზე საუბარი და მე მგონი მოსაწონიც და მისაღები იქნება, რომ მე რა ვიცი, იქნება რაღაც და ამის გამო შევადგინე პროექტი და ამასთან ერთად წიგნი შეჭერდი მე შეგჭირდები. მაშინ მინისტრის მოადგილე გახდათ ქალბატონი ლია გიგაური, რომელიც კურატორი იყო პროგრამების დეპარტამენტისა და ხოლო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ნათია ჯოხაძე. როცა გაეცნო ამას ქალბატონი ნათია დიდი მოწონება, მართლა მოწფელი აღიარება, მადლობა ასეთი აქტიური საკითხისათვის, ჩვენ ასეთი არ აქვს და სამომავლოდ ვითანამშრომლობთ თქვენთან და გავითვალისწინებთ თქვენ რეკომენდაციებს. ეს ყველაფერი ყავდათ ჩემი მოლოდინის რეჟიმი და იმის დროის დადგება მეთქი, რომ მე მეთქიარ, უკვე ვიწევთ რაღაცას თქვენთან ურთიერთობას და დავიახლოდით და ესეც რაღაცა. გავიდა 10 წელი და 0 რეაქცია და უცებ გამოდის წიგნი მე და საზოგადოება. და რომ ნახე ამ სამუშაო ვერსია, რაზედაც ასეთი წიგნი უნდა საგანოდაში მდგარიყო სავარაუდო. 4 საგანი, 4 უკაცრავად საკითხი იყო გადმოწანილი ჩემი წიგნიდან. ამაზე მე გამჟელობა, ამაზე რაღაცა მიმართეთ სასამართლოს, მაგრამ მე სასამართლოს არ მიმართე, რამე თუ განათლება მაინც ჩემი სფეროა და უბრალოდ ალტერნატიულ გზებს ვეძებდი. ბოდიშს გიხდით, დაპატენტებული არ გქონდათ თქვენი ნაშრომი? რა ქალბატონო დაპატენტებული არ გქონდათ? ორივე წიგნი, ხო მეორე წიგნისა და გოგოს არა კი, ორივე წიგნი დაპატენტებულია, რა თქმა უნდა. და როცა უკვე მე ამაზე ბატონი ლუმინაშვილი, რომელიც იურიდიული დეპარტამენტის უფროსია, სასამართლოს მიმართეთ. არ მინდა სასამართლო გამოძიება ადვოკატი რაღაცა, უფრო ალტერნატიული და იქნებ რაღაცა, რამე თუ ეს საგანი დაწყებითში შეიტანეს და მე
ის იდეა განსაზღვრული ქონდა მაღალი კლასის გოგონებისათვის უფრო შეჭერდი მე შენ გჭირდები. ახლა ის იყო მინიშნება რატომ მაინც და მაინც გოგონებისთვის რატომ გოგონებს იწევს სამეგობროდ იმიტომ რომ ისევ დიდი ილია სიტყვას მოიშველებ დედაკაცების ძლიერება ოჯახისა ერისა და ქვეყნისა და უფრო კიდე ზუსტად ოჯახში კაცი თავია და ქალი კისერი რომ გამიწყენდებიან ამაზე მამაკაცები აი ესე რა შემდეგ გავიტათ რომ და კიდევ ფიქრობდი რომ რაღაცა მაგრამ ნული რეაქცია არაფერი აქ ჩემთან არც დაკონტაქტება არც არაფერი და უკვე თითქმის ყველა მინისტრთან ქალბატონო და ძალიან გულიწრიული თამამობის ქალბატონო იქნა ყველა განაცხადი ministrთან მაქვს თხოვნით მიღებაზე და პასუხი ერთია, მხოლოდ არა მინისტრების, მოადგილეების, შუა სამზარეულოს თუ ხელქვეითი როგორ გითხრათ, მოადგილეებს გადატვირთული გრაფიკის გამო და აი ესე სულ ესეთი რაღაცა რა არის ამდენი გადატვირთული 100 წელი გავიდა აი მასში გადავიღალე ბოლოს ყველანაირად გავანებდა განათლების ვატყობდი ვერაფერს ვახსენდი აი ძალიან ვრღელა რომ ლაპარაკობ და შეიძლება კარგად არ გამომიგდეს და ამ დროს არ მოვაჩნდა ნახე რომ რუსთავში გაიხსნა აკადემიური ქალაქი ბატონი გარი ჩაბეძის ხელმძღვანელობით. აი ეს ამ კაცის რეგალიას ვერ ჩამოვყვები და რომ მივედი არ გამჭირებია მომისმინა ძალიან გუიღად ვაჩვენე ჩემი პასუხები ვაჩვენე ჩემი შეკითხვები ეს განცხადებები მინისტრების სახელზე და მითხრა აი ეს ძალიან კარგი წიგნია ძალიან მისაღებია პირველი წიგნი არ შეჭედმე შეჭირდები მაგრამ კიდევ შეადგინეთ სახელმძღვანელო უფრო მეცნიერულ დონეზე და მე თქვენ ლექციებს გაძლევთ ჩემ კოლეჯში. ეს იყო პირველი გამონათება ჩემ ცხოვრებაში. მართლაც უკვე დაიწყო აღმასვლა ამ ყველაფერმა შედგა წიგნი პირუნულის და განვითარება. არნახული მოწონება დაიმსახურა სტუდენტებში. აი მოვიყვანთ კოლოკვიუმი როცა ჩავატარე 3 წლის შემდეგ საგნის მიზანი სტრუქტურა და ამოცანები როგორ წერენ ჩემი სტუდენტები. ასეთი საგნის შემოტანისათვის დიდი მადლობა ბატონ გარის. ეს ლექციები ყველა მოისმინა ჩვენს ქვეყანაში შემცირდება დანაშაულის რიცხვიდან აღარ იქნება ამდენი პატიმარი. ეს გამოგადგება ცხოვრებაში თამარ მეტრეველი, თინათი ვასაძე, ვალერი ხარჯიანი, ლევან ზურიკაშვილი განაცვალეთ ჩემო კარგებო. აი ეს გულწრფელად და რადგან ასეთი მიღება იყო, ასეთი გაფრინდა ეს საგანი და ასეთი მოსაწონი იყო და ჩემი ლექციების დამთავრება ბავშვებს არ უნდათ. ბატონ მაგარი ჩათვალა და ჩვენ გასაგებია. ანუ ბოდისვიხტი ქალბატონო, მე ახლა როგორც მე გავიგე თქვენი საუბრიდან, თქვენთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, რომ თქვენი წიგნი, ასე ვთქვათ, შეფასდეს სათანადო დონეზე, თქვენი თხოვთ განათლების მაღალჩინოსნებთან გნებავთ, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას, რათა თქვენი წიგნი როგორც სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო ჩაშვებული იყოს წარმოებაში, ხო, როგორც მივხვდი მე? ბატონო და ყველაფერს აი ვეცდები რომ მოკლედ და კონკრეტულად გითხრათ. რადგან ასეთი აღიარება იყო ჩათვალე საჭიროდ რომ ჩემი წიგნი წარმედგინა უკრაინაში, რადგან საქართველოს უკრაინის სოციალური ურთიერთობა ინსტიტუტია ეს აკადემიური ქალაქი და წავედის მეცნიერთა ჯგუფი. თან გავიცანი ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძე, რომელმაც ჩემი წიგნი არა, ბოდის გიხდით, ამდენი დრო აღარ მაქვს, ეხლა მესმის გავიგე, აგერ 5 წუთი დაგითმეთ, უღრმესი მადლობა, ეხლა მეორე ზარია უკვე შემოსული. ანუ მე ეხლა რაც შემიძლია რომ მივმართო განათლების სამინისტროს, მე როგორც მივხვდი თქვენი საუბრიდან, რომ დაგეთმოს დრო და შესაძლებლობა მოგეცეთ იმისათვის, რომ ეს თქვენი წიგნი განხილულ იქნას და როგორც დამხმარე ლიტერატურა ისე იყოს შვებული სასკოლო განათლებაში, ხო? სწორს ვამბობ, სწორად მივხვდი. ეს წიგნი შეტანილი არის საბერძნეთის ათენის საგვირაო სკოლაში, ქალბატონ დარეჯან ღამბაშიძესთან, ანა ბალანწერაშვილთან ბელგიაში, უკრაინაში ოქროს медаль за внесение новой формы обучения. Да эта книга предназначена для школьников и педагогов. Ну, მეტი რა უნდა იყოს. აქ ვარ როგორც ბადაკასული პროდუქტი. არც მესმოდი და არც მისმენი. ხო, და ამიტომ გეკითხებით, ქალბატონო, ჩვენი დახმარება ახლა რაც შეგვიძლია რომ პირდაპირ ეთერიდან მივმართოთ, თქვენ ამას სიტყვობთ, შეხვედრას სიტყვობთ მინისტრთან ან მინისტრის განათლების მინისტრთან ან მინისტრის მოადგილესთან, თქვენი ზარის მიზანი ეს არის? ქალბატონი თამარი არის პროგრამების დეპარტამენტის კურატორია, რომელიც ეს არის ლალი კალანდაძის უშუალო ზედამხედველი და რეგაქტორი და ყველა. და ამას მithხოვ ქალბატონ თამართან შეხვედრას რომ ის ყველაფერს გადახედონ, გაეცნონ და თუ კი ხდებმა მიიღეს და კარგია ჩვენთან რა გვიმართება.
გასაგებია უღრმესი მადლობა ზარისთვის, ნამდვილად ძალიან დიდი გულის ტკივილია, ძალიან დიდი შრომა ქალბატონის და ეხლა თუ კი გვისმენენ ჩვენ შესაბამისი ადამიანები, ვისაც ხელისწიფება ამ პრობლემის მოგვარება, ვფიქრობ, რომ მე მაგალითად სიამოვნებით შევხვდებოდი, დავინტერესდებოდი აუცილებლად რახან აგერ სხვა ქვეყნებში საბერძნეთში ისწავლება ამ წიგნის მიხედვით, ამ სახელმძღვანელოს მიხედვით და ჩვენი სიმდიდრე ჩვენ თვითონვე გამოვიყენოთ, ძალიან გთხოვთ თუ კი ვინმე ისმენს ეხლა ამას და თუ კი ვიღაცა შეგიძლიათ, დაეხმაროთ ქალბატონს ნამდვილად და გზა მიცეთ რაღაცა ჩვენი მომავალი თაობისთვის, თუ კი სასიკეთო რამე არის და ვფიქრობ, რომ სასიკეთოა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სიკეთებზე ისაუბრა ეხლა ქალბატონმა და განიხილეთ ეს საკითხი, იმიტომ რომ არ შეიძლება რაღაცა სასიკეთო თუ ხდება, მერე ნუ გვიკვირს, რომ ჩვენი ახალგაზრდები თურმე არასწორ გზას გაადგანან, თურმე სხვა მხარეს დგანან, თურმე არატრადიციულები არიან. აი სწორედ აი ასეთი პედაგოგების, აი ასეთი ნაღვაწები უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად და სწორედ აი ამ პრინციპებით უნდა აღიზარდოს ჩვენი შვილები. ბოდის გიხდით 2 ზარია უკვე, ბოდის გიხდით გალოდინეთ, გაგვიგრძელდა ის ზარი, ბრძანეთ პირდაპირ ეთერში ხართ. ნაღვაწები უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად და სწორედ აი ამ ბრძანეთ, ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ბრძანეთ. გისმენთ, ისე მოგესალმებით ქალბატონო ირმა. მოგესალმებით. ერთი ჯანდაცვის ყველაფერი გვაწუხებს ახალგაზრდებთან მიმართებაში, მაგრამ ყველაზე მეტად მაწუხებს ამ ახალგაზრდების ბედი, რომ არავინ არავის ყურადღებას არ აქცევს, რომ ობიექტივში ხოვრეკავ პირდაპირ. კი გენაცვალე, პირდაპირ ეთერში ხართ, ბრძანეთ, ისაუბრეთ, გისმენთ. დიახ. და მე ერთი მაქვს აი ასეთი შევერსაიდან პასუხი ვერ მივიღე. 20 წელია ჩემი მეუღლე, ახლა 2 წელია გარდაიცვალა, მაგრამ 20 წლის ნამსახურები აქვს ვეტერანი, სიმსივნით უცებ 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარჩენალ დაკარგული სტატუსი მომანიჭეს, მაგრამ ეს 60 წლის რო გახდებიო, ისასილარი ვეტერანობისაც იღეს აღარც ის მაქვს არაფერი მაშინა და სამედიცინო თვალსაზრისით, რასაც გაი მინიმალური რაღაც პირველად ვიყავდი ავადმყოფი ვარ დიაბეტური, ესე დიაბეტი მაქვს, შაქრიანი ორალი ოპერაციაც გაკეთებული რამე და აი ეს შეიძლება ასეთ სახელმწიფოში არაფრისის რო არ აქვს, ვერაფერი გაუკეთებიათ რამე, ან მისცენ ვიღაცას, ვისაც ხელეწიფება ამეების გაკეთება, რომ მიხედოს ამ ჯანდაცვას და ისა. ასეთი არც არაფრის, არც რაიონი, არც არაფერი. გასაგებია. 42 წლის ქალი ვარ ჯერ. ადრევე 2 ოპერაცია უცებ ეს მეუღლის ისიც მარჩენალ დაკარგულის და ისა და აი მე არ ვიცი ისეთი განუკითხაობა შეიძლება იყოს რომელიმე ქვეყანაში ან ერთი ბეწო ქვეყნისთვის ვერ მიუხედიათ ერთი ბეწო ქვეყანა განა რა გახდა ეს ან განათლება ან ჯანდაცვა ან ყველაფერი ბავშვებს ახალგაზრდებს გამოდიან იქ და აი იძულებულს ხდიან ყველაფერზე რაღაც წავიდნენ ან მოლაპარაკებაზე უარეს დღეში არ ჩავწვიდეთ თორე ჯანდაბას ჩემი თავი მე ჩემ თავს მადლობა ზარისთვის გენაცვალე დიდი მადლობა მე შევეცდები ორი სიტყვით ვისაუბროთ თქვენს პრობლემაზე კიდევ ზარია, ბოდის გიხდით, გალოდინეთ, ბრძანეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ისაუბრეთ. ქალბატონო ირმა, გამარჯობათ. გამარჯობა. თქვენ 2014 წლიდან მე თქვენი გულშემატკივარი ვარ. გაიხარეთ, მადლობა. გესმით ხო? თქვენ რომ იყავით ჩამოსული იმ დღიდან თქვენი პარტია რომ შევიდა პარლამენტში მე იმ დღიდან თქვენ უკვე მიყვარხართ მე ჩემ თავს უფლებას მივცემ რომ გითხრათ ასეთი სიტყვები ქალბატონო ირმა იცით რა ძალიან მაინტერესებს თქვენ შეიძლება თქვენ სიმართლე მითხრათ ნამდვილად მაინტერესებს ივანიშვილს რომ მიაწერენ ომი რომ დაუშვა ნამდვილად ასეა ძალიან მაინტერესებს რომ გამარკვიებ აუცილებლად კი ბატონო კი
აუცილებლად მოდით ახლა ეტაპობრივად მე გავივლი ზარია, მაგრამ ცოტა ხანს უნდა დაგველოდოთ, იმიტომ რომ ჯერ ამ ქალბატონებს უნდა გავცე პასუხი აუცილებლად. რაც შეეხება პირველ ზარს, ქალბატონმა ბრძანა რომ ომის ვეტერანის მეუღლეა, რომელსაც უკვე მეუღლე დაკარგული ყავს, ჯერ მხოლოდ 52 წლის ასაკშია და მას არანაირი დახმარება და არანაირი ხელშეწყობა არ აქვს. ვფიქრობ ეს ძალიან ცუდი კი არა, პირდაპირ ამას რზენია, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ნამდვილი გმირი, ნამდვილი ვაჟკაცია, ომის ვეტერანი ვიცი, რომელმაც სრულად უარი თქვა იმ მომსახურებებზე და თქვა იმ დახმარებაზე, იმ სამართლიანო დახმარებაზე, რაც მას ხელისუფლებისგან აქვს. ეს დახმარება კი არ არის, ეს არის აბუჩად ადამიანის აგდება. და ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ეს კანონები, რაზედაც ახლა ინტენსიურად მუშაობენ და თურმე ახლა გაახსენდა ქართულ ოცნებას თავისი 12 წლის თავზე, რომ ახლა უნდა შეიქმნას კომისია ქალბატონი თია წულუკიანის ხელმძღვანელობით და უნდა გამოიძიონ ის ნაცების დანაშაულებრივი ქმედებები და აქეთ ნაცები მასხარად იგდებენ, რომ ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებთო. აი ეს კანონები უნდა მიგეღოთ დროულად ნაცებთან მიმართებითაც და სწორედ აი ამ ომის ვეტერანებთან მიმართებითაც და არა მხოლოდ ყველა სხვა დანარჩენ ყველაფერთან. ის კი არა რომ თქვენ ახლა ჯარიმებს დით და იქ ვიღაცამ გზა გადადყეტა და 5000 ლარიან ჯარიმებს აწესებ და ეს 5000 ლარი პენსიონერის 1 წლის პენსია გესმით თქვენ და ამიტომ ვფიქრობ რომ ეს კანონი მისახედია და სულ ძალიან მოკლედ ქალბატონო გეტყვით რომ მე არაერთ გზის აღმინიშნავს ამ ეთერიდან და არა მხოლოდ მე ჩვენს პარტიასაც ნამდვილად კარგის დაკარგვა არ შეიძლება. რაღა თქმა უნდა ქართული ოცნების დამსახურება ის რომ დღეს რუსეთთან ომი არ არის დაწყებული, ჩვენ ვერ ჩაგვითრიეს და არ აღმოჩნდით იმ ალიანსში უკრაინასთან მიმართებით და რაღაცა რუსეთის წინააღმდეგ ომს ჩვენ როგორ დავიწყებდით პირიქით აგერ ბატონი დავითი იყო სულ რამოდენიმე წუთის წინ და ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით რომ ჩვენი ჩართულობა ომში იყო დამღუპველი და აუცილებელი იყო ნეიტრალიტეტი. ანუ ქართულმა ოცნებამ ის კი კარგი გააკეთა, რაღა თქმა უნდა და ძალიან ძვირფასი და მადლობლები ვარ ჩვენ ამისთვის რომ დროულად მოახდინა რეაგირება და ჩვენ დღეს ომში არა ვართ ჩართულები. ნამდვილად ქართული ოცნების დამსახურება კიდევ ერთხელ ვამბობ, თუმცა ქართულ ოცნებას უნდა მოესმინა პატრიოტთა ალიანსისთვის და წასულიყო იმ მიმართულებით, რასაც ნეიტრალიტეტი ქვია და მერწმუნეთ რომ დღეს ქვეყანა გაცილებით წინ იქნებოდა. სამწუხარო ჩვენი დრო ამოიწურა ძალიან სწრაფად მიდის დრო, მე გემშვიდობებით კეთილი სურვილებით ღამენებისა.